აბესალომ ასლანიძე, ფილოსოფიის დოქტორი. მუშაობს ისლამის აღმოცენებისა და ევოლუციის პრობლემებზე, ისლამისა და ქრისტიანობის, ისლამისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხებზე, ასევე ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის პრობლემებზე. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თანამედროვე ეტაპზე ისლამის პრობლემატიკას ქართულ სინამდვილეში. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ ენებზე. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, მათ შორის ავსტრიაში, უკრაინაში, რუსეთში და სხვა. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. ქალბატონებო და ბატონებო, აბესალომ ასლანიძე. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება რელიგიური მსოფლმხედველობა, რელიგიური და მეცნიერული ცოდნა. რა აქვთ მათ საერთო და სად განსხვავდებიან მსოფლმხედველობის ეს ორი სფერო, ეს ორი ტიპი. საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა თუ რა არის რელიგია, რაში მდგომარეობს ამ სოციალური მოვლენის არსი, რითაა განპირობებული მისი სიცოცხლისუნარიანობის ძალა. კაცობრიობის გამორჩეული ნაწილი ყოველთვის ეძებდა ამ კითხვებზე პასუხს, თუ ასეთი ილუზორული, ასეთი აზროვნების ირაციონალური აზროვნების ფორმისთვის რა არ დამახასიათებელი. ამ ცდილობის საფუძველზე ჩამოყალიბდა ასეთი მეცნიერება, რელიგიათმცოდნეობა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს თეოლოგიასთან, რადგანაც თეოლოგია უფრო რელიგიის აპოლოგეტია. მაგრამ რელიგიათმცოდნეობის გაიგივება არ შეიძლება ათეიზმთანაც, რადგანაც ათეიზმი რელიგიის უარყოფასა და უფრო იგივე კომუნისტების რეჟიმის დროს ათეიზმი უფრო რელიგიასთან ბრძოლის მეცნიერებად ჩამოყალიბდა. ორიოდე სიტყვით მინდა მე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც მეცნიერებაში განსაკუთრებით ფილოსოფოსები ბევრს კამათობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უწოდოთ იმ მეცნიერებას, რომელიც რელიგიას შეისწავლის. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თანამედროვე ეტაპზე 21 საუკუნის მიდრეზე, რომ ამ მეცნიერებას უნდა ერქვას თეოლოგია. მაგრამ ამის მოწინააღმდეგები ამტკიცებენ, რომ თეოლოგია რელიგიის აპოლოგეტია უფრო რწმენასთან ახლოსაა და შეიძლება არსებობდეს ქრისტიანული თეოლოგია, მუსლიმური თეოლოგია, იუდაისტური თეოლოგია და ასე შემდეგ. მეორენი ამტკიცებენ, რომ რელიგიათმცოდნეობა ვერ მოიცავს ბოლომდე იმას, რასაც ჩვენ რელიგიას ვეძახით, რასაც რწმენას ვეძახით, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას ვეძახით. ამიტომაც რაღაც სხვა სახელწოდება უნდა იქნას მოფიქრებული. არის ასეთი მოსაზრება, რომ ყველაზე კარგია იყოს რელიგიის ისტორია, მაგრამ რელიგიის ისტორია მხოლოდ რელიგიის აღმოცენებასა და მისი განვითარების ეტაპებს სწავლობს, ხო? მაგრამ არავითარ შემთხვევაში რელიგიის არსს, მისი მსოფლმხედველობრივ ევოლუციას. ასე რომ ეს საკითხები მეცნიერთა შორის, ამ საკითხებზე მეცნიერთა შორის დიდი კამათი მიმდინარეობს. ორიოდე სიტყვის გეტყვით ჩემს მოგზაურებულ მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ არსებულ მოსაზრებებიდან, რომელიც ეხება ამ მეცნიერებას, ყველაზე მეტად ჩემთვის მისაღებია რელიგიათმცოდნეობა. თუმცა არის ეხლა სხვათა შორის Facebook-ის გვერდზე ძალიან დიდი მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით, ქართველი მეცნიერები კამათობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამას ეწოდოს რელიგიათმცოდნეობა, ანუ ორ ცნებას შორის მიდის კამათი, რელიგიათმცოდნეობა თუ მეცნიერება რელიგიის შესახებ, ანუ რელიგიის მეცნიერება. ეს დავტოვოთ კამათი, ეს მეცნიერთა საქმეა. და იმედია, რომ თქვენ როგორც მომავალი თაობა ამ კამათში შეიტანთ დიდ წვლილს, მაგრამ მე ვეთანხმები, რომ რელიგიათმცოდნეობა ყველაზე მეტად მოიცავს ამ საკითხს და ამ მეცნიერებასაც უნდა ეწოდოს რელიგიათმცოდნეობა. რელიგიათმცოდნეობის მთავარი მიზანი არის და უნდა იყოს რელიგიის წარმოშობის, არსისა და ფუნქციების მეცნიერული ანალიზი. სწორედ ამ მეცნიერება უნდა გაარკვევს რელიგიის ადგილი საზოგადოებაში, ისტორიასა და კულტურაში, თანამედროვე საზოგადოებაში და მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში რამდენად დიდია რელიგიისადმი ინტერესი. მას ხავს მომხრეებიც, ხავს მოწინააღმდეგეებიც, არიან მორწმუნეც, არიან ურწმუნოც და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ თემა რელიგია არის ძალიან აქტუალური.
აქედან და ჩვენი ლექციის ფორმატიდან გამომდინარე მე მიზნად დავისახე თქვენ წინაშე წავიკითხო ლექციათა კურსი, რამდენიმე ლექცია. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი რელიგიის აღმოცენებიდან, რელიგიური რწმენა წარმოდგენების აღმოცენებიდან დუალისტურ და შემდეგ ეროვნულ რელიგიების გაჩენამდე ეტაპზე მინდა ვისაუბრო თქვენთან. შემდეგ რამდენიმე ლექცია გვექნება ქრისტიანობაზე, შესაბამისად ქრისტიანობის შემდეგ ისლამის აღმოცენებას და მისი ევოლუციის თავისებურებებზე. აუცილებლად გვექნება ლექცია ქრისტიანობისა და ისლამის მსგავსება განსხვავებებზე და მათ ურთიერთმიმართებაზე და რა თქმა უნდა რელიგია თანამედროვე ეტაპზე. ლექციას კი დავიწყებ ემანუელ კანტის ცნობილი გამონათქვამით. მემაკვირვებდა ამ სამყაროში ორი რამ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში. სხვათა შორის ეს სიტყვები მისი საფლავის ქვაზეა ამოტვიფრული. ფილოსოფოსები ხშირად, როდესაც ამ გამონათქვამზე ამახვილებენ ყურადღებას, ამ გამონათქვამის მეორე ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, ანუ მორალური კანონი ჩემში. როდესაც სურთ ახსნან, თუ რა არის ის შინაგანი ადამიანში, პიროვნებაში, რა კანონი და ასე შემდეგ, რომლის საფუძველზე წყალიბდება ადამიანის ზნეობა, მორალი. მაგრამ მე მინდა სწორედ იმ პირველ ნაწილზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. ვარსკვლავებით მოჭედილიცა. გინახავთ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილიცა, ხო? ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით თაში თუ ხართ, ხო? და შეგიხედავთ. მაგრამ ეს სილამაზე ერთია, მაგრამ ეგრევე ჩვენს ყურადღებას, ჩვენს გონებაში მოდის ასეთი აზრი. რა ძალაა ისეთი, რა კანონზომიერება, რომელიც აწესრიგებს ამ სამყაროში ყველაფერს, რატომ არ არის ქაოსი? ყველას გვაინტერესებს და კაცობრიობამ თავისი აღმოცენების და ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზევე დასვა ეს კითხვები. ადამიანს აინტერესებს რა კანონზომიერება არის მოქმედებს ამ სამყაროში, რათა დაინახოს მან თავისი ადგილი, განსაზღვროს თავისი ადგილი ამ სამყაროში. მოგეხსენებათ და ეს ადამიანმა ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ადამიანმა გააცნობიერა, რომ ადამიანი ამ სამყაროში ყველაზე სუსტი არსებაა. მან ეს მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე გააცნობიერა. ფილოსოფიაში არსებობს კომპენსაციის თეორია. რაც გულისხმობს, რომ აი გავრცელებული აზრით გულისხმობს, რომ მართალია ადამიანს არ აქვს ცხოველის ძალა, სისხარტე, მაგრამ მას აქვს ხელები, აქვს გონება. მაგრამ აი ეს რაც ადამიანს აქვს ცხოველისაგან განსხვავებით, აზროვნება, ხომ? რამდენად უკეთებს ადამიანს კომპენსირებას, რომ მან მარტომ შეძლოს ამ სამყაროში ცხოვრება. აი ეს მომენტი, რა თქმა უნდა, ანტიკურ ეპოქაშივე პირველყოფილმა ადამიანმა კარგად გააცნობიერა, აი ამიტომაც ადამიანი თუ ანტიკური ეპოქის ადამიანისთვის დედამიწა, ანუ მისი გარემომცველი სამყარო არის აი სამყაროს ცენტრი და ამ მაშინ ეს გარე ძალა რა ისეთი, რომელიც აი დედამიწა ცენტრად აქცია, ხოლო აი ეს ვარსკვლავები რა ძალამ გამოკიდა ცაში, ხო? აი მე მინდა ისტორიიდან ვიცით, რომ ადამიანი თავის პირველყოფილი ჰომო საპიენსი ცხოვრებას იწყებს ჯგუფურად, ხო, ჯგუფურად და ცხოვრობს ის გამოქვაბულში, ხო? აი ამ პერიოდიდან ადამიანი უკვე აი იწყებს სამყაროს შემეცნებას, აგროვებს ცოდნას მისი გარემომცველი სამყაროს შესახებ, რათა მან უფრო იოლად იცხოვროს. ამიტომაც ის მისი სისუსტის გაცნობიერების შემდეგ ის იწყებს მეგობრობას მისნაირებთან, ანუ სხვა ადამიანებთან და ყალიბდება აი ეს დიდი ოჯახები. ნუ ადრეულ ეტაპზე გახსოვთ თქვენ, რომ სისხლით ნათესაურ კავშირზე აკეთებს ადამიანი აქცენტს, მაგრამ მოგვიანებით უკვე ადამიანი ამ დამხმარე ძალას ეძებს მიღმურ სამყაროში. სადღაც იქეთ, არა აქ, სადაც მან ცხოვრობს, არამედ იქ, მიღმურ სამყაროში. მაგრამ ეს მიღმური სამყარო პირველყოფილი ადამიანისთვის სულაც არ არის, სადღაც იქ, შორს. ის მიღმური სამყარო აქ არის. მასთან ახლოსაა. რადგან პირველყოფილი ადამიანისთვის დედამიწა ძალიან პატარაა.
და მან არც იცის რომ ეს დედამიწა მრგვალია, ბრტყელია და ასე შემდეგ. და თუ გავიხსენებთ მითოლოგიას, რომ დედამიწა დგას ხარისხაზე, ხარისხა კიდევ რაღაცაზე, იქ თევზი, წყალი და მთელი რაღაც იერარქიული კიბეა, ხო? აი მითოლოგიურად. და ეს მითოლოგია, რა თქმა უნდა, იმ პირველ ყოფილმა ადამიანმა შექმნა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ადამიანს მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩამოუყალიბდა გარკვეული რწმენა წარმოდგენა სამყაროს შესახებ, ანუ გარკვეული ხედვა, სოფხედველობა. სოფხედველობა ის ცოდნა, რაც ადამიანს გააჩნია მისი გარემომცველი სამყაროს შესახებ. თანაც ყოველგვარი ცოდნა, მეცნიერული, მათემატიკური, გეომეტრიული თუ ფიზიკური თუ ბიოლოგიური და ასე შემდეგ, რელიგიური თუ მითოლოგიური ცოდნა. ეს ყველა ცოდნაა. ამ ცოდნას კი ის იყენებს უპირველესად საკუთარი ადგილის გარკვევისთვის ამ სამყაროში. მას საინტერესებს რისთვის გაჩნდა ის, რა ფუნქცია აკისრია ამ სამყაროში. თუ დაიბადა, მაშინ რაღაც ფუნქცია უნდა იყოს მასე დაკისრებული, მაგრამ და თუ ასეთი ფუნქცია მას აკისრია, მაშინ რატო კვდება? და თუ კვდება, მაშინ რა აზრი აქვს მის გაჩენას, ხო? აი, ამ კითხვებს ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანი სვამს. აქ ცოტა წავიფილოსოფოსოთ და შევეცადოთ ჩამოვაყალიბოთ, თუ ზოგადად რას გულისხმობს სოფხედველობა და მისი ტიპები. ცნობილია სოფხედველობის ტიპები ზოგადად არის მითოლოგიური, შემდეგ რელიგიური და შემდეგ ფილოსოფიური. და როდესაც ფილოსოფიურს ვახსენებ და ფილოსოფიას, აქ იგულისხმება მეცნიერული, იმიტომ ფილოსოფიაც ცოტა ზე მეცნიერებაა ფილოსოფია, მაგრამ მეცნიერება. დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი აი სწორედ მითოლოგიური სოფხედველობაზე ძირითადად. და წარმოვიდგინოთ ასეთი მომენტი. პირველყოფილი ადამიანი ცხოვრობს გამოქვაბულში, ადამიანთა ჯგუფი, დიდი ოჯახები ხომ 15-20 კაცისგან შემდგარი ოჯახები. აი რას გააკეთებს პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულში, თუ ამ დროს საკვები მას მოტანილი აქვს, მოგეხსენებათ ძირითადად თავსირჩენი ნადირობით. ეს საკვები მომარაგებული აქვს, მოინადირეს რაღაცა, გარეთ ცივა და არიან გამოქვაბულში. რას მოიმოქმედებს პირველყოფილი ადამიანი? თქვენ ალბათ გაგიჩნდებთ და იტყვით რომ დაამზადებს შრომის არხს, კი ბატონო, დაამზადებს და დამზადებული აქვს აგერე უცხოა შემოსასვლელში. სხვა რა უნდა გააკეთოს? შეშა აქვს, იმიტომ რომ გამოქვაბულში რო ცხოვრობს პირველყოფილი ადამიანი, ის უკვე ცეცხლს იხენებს, ხომ? სხვა რა უნდა დაიძინოს, კაი დაიძინა, რამდენი უნდა იძინოს. აი პირველყოფილი ადამიანი უკვე ჯდება ცეცხლთან თბება და ამ დროს იწყებს თამაშს. მეცნიერებაში საკმაოდ გავრცელებულია აი თამაშის, სწორედ აი პირველყოფილი ადამიანის თამაშის პრაქტიკის მოსაზრება თამაშის პრაქტიკის შესახებ. აი თამაშის პრაქტიკით ადამიანმა ბუნებრივია ეს ერთ და ორთაობაში არ ხდება, ეს გრძელდება ათეულობით და ასეულობით წლები, ათასეულობით წლები. აი ადამიანს თანდათან ჩამოუყალიბდა ჩვევა თამაშისა და თანაც ადამიანი უკვე იქ ხედავს გარკვეულ გამოსახულებებს. მაგრამ ის ხომ ნაცარია, ის ხომ მიწაა და ასე შემდეგ. ადამიანი ამ გამოსახულებების გადატანას იწყებს შემდეგ გამოქვაბულის კედლებზე. მაგრამ ადამიანს არა აქვს იმდენი აზროვნება ჯერ განვითარებული, რომ დაუშვათ დიდი ცხოველი გამოსახოს პატარად. ამიტომაც ის რასაც ხედავს გარე სამყაროში, სწორედ ეს გადააქვს კედელზე. მაგრამ ვერ დაატია გამოქვაბულის კედელზე სპილო. ამიტომაც იმან გამოსახა მხოლოდ სპილოს ეშვი. ან დათვის ერთი თათი. არის ასეთი შემორჩენილი გამოსახული, სადაც მხოლოდ ცხოველის რომელი კბილია გამოსახული. ანუ ნატურალურ ზომებში გადააქვს ეს ყველაფერი გამოქვაბულის კედელზე. მაგრამ მერე ადამიანს უჩნდება რწმენა წარმოდგენა, რომ აი ეს ცხოველი რომ გარეთ ცოცხალია, დადის და ასე შემდეგ, აი ამ გამოსახულებაში რა ხდება? აი ადამიანს უკვე უჩნდება რწმენა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ამ ცხოველშიც არის რაღაცა გარკვეული ძალა, ამიტომ მას პატივი უნდა მივაგოთ. იწყება გარკვეული რიტუალების შესრულება ამ გამოსახულებების წინაშე. ანუ თამაშის პრაქტიკამ ადამიანი მიიყვანა ზებუნებრივი ძალების რწმენამდე. მაგრამ ეს ზებუნებრივი რამდენად ზევითა, ანუ შორსა ადამიანისაგან, ეგ უკვე სხვა საკითხია, ხომ? ის აქვეა მასთან გვერდზე, გამოქვაბულის კედელზე, ხო? და მეორე მომენტი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომელიც ასევე ძალიან გავრცელებულია მეცნიერებაში, მოსაზრება დამარხვის პრაქტიკა. აი პირველყოფილი ადამიანი, როცა ცხოვრობს გამოქვაბულში, ხო, გარდაიცვალა ადამიანი, რას გააკეთებს ეს ადამიანი? გამოიტანს და ამ გარდაცვალებას
შეიძლება იქვე დააგდოს, ხო? მაგრამ მე ალბათ სუნი შეაცრობს ან რაღაცა, ხო? შემდეგ შორს გადაიტანს და ასე, მაგრამ მოგვიანებით შემდეგ ხედავს და ეს გამოცდილება მოგეხსენებათ, აი თაობიდან თაობას გადაეცემა, ადამიანი თანდათან მიდის დამარხვის პრაქტიკამდე. მაგრამ აი დამარხვის პრაქტიკამ ადამიანში წარმოშვა რწმენა წარმოდგენა ამ ქვეყნიურისა, სადაც ცოცხალი ადამიანი ცხოვრობს და იმ ქვეყნიურისა. მაგრამ სიცოცხლე იქაც გრძელდება. აი ამიტომაც ადამიანი უკვე იწყებს ფიქს იმის შესახებ, რომ იმ ქვეყნად ადამიანმა როგორ იცხოვროს, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება. ამიტომ საფლავში მას აყოლებენ შრომის იარაღებს, საკვებს, განსაკუთრებულად ანსაცმელს და ასე შემდეგ. ეს იმის და მიხედვით, თუ ვინ გარდაიცვალა, ღარიბი მდიდარი თუ და ასე შემდეგ. ხომ უკვე ტომობრივი ცხოვრების დროს უკვე საზოგადოების გარკვეული დიფერენციაცია ხდება, ხო? არიან ტომის ბელადების, რა თქმა უნდა, მთელ აკლდამებს უშენებენ, აი ეგვიპტის პირამიდები, იცით, ხომ ფარაონებს რო ასაფლავებდნენ, მთელი ისეთი. ასე რომ, აი ვინ რა სოციალური მდგომარეობის იყო, იმდენ შრომის იარაღებს აყოლებენ საფლავში. ასე რომ, თამაშისა და დამარხვის პრაქტიკამ ფაქტურად ადამიანში წარმოშვა ორი მთავარი მომენტი: ზებუნებრივი ძალებისადმი რწმენისა და იმ ქვეყნიურის არსებობის რწმენა. სწორედ აქედან იწყება ეგრეთ წოდებული რელიგიის ისტორიული ფორმების ჩამოყალიბება. მეცნიერებაში ზოგადად გავრცელებული აზრი, რომ არის 4 ისტორიული ფორმა. და მე მინდა თქვენ აქ იყოთ ყურადღებით, ამ მომენტებზე გამახვილოთ ყურადღება და გაავლოთ პარალელი თუნდაც თანამედროვე დიდ მსოფლიო რელიგიებთან. პირველი ისტორიული ფორმა, რაზეც მეცნიერები მიუთითებენ, რელიგიათმცოდნები მიუთითებენ, ეს არის ტოტემიზმი. ტოტემიზმი გულისხმობს არის რწმენა ადამიანის სისხლით ნათესაური კავშირის შესახებ ცხოველებთან და მცენარეებთან. სისხლით ნათესაური კავშირის შესახებ. და ეს ანტიკურ ეპოქაში, აი ანტიკური ადამიანის ცხოვრებაში ძალიან გავრცელებული იყო. ადამიანები ქმნიან თავის ტოტემს, მათ მიაჩნიათ, რომ გარკვეული ცხოველის ნათესავები არიან სისხლით ნათესაური კავშირი, ამიტომაც ამ ცხოველების გამოსახულებები, მათთან გარკვეული რელიგიური რიტუალების ჩატარება და ასე შემდეგ და ასე. შემდეგი არის ანიმიზმი. რწმენა სულების არსებობაში, რომლებიც სიცოცხლის ძალას აძლევენ ბუნებას, ცხოველებს, მცენარეებს და სხვა. და თუ ადამიანი შეძლებს ამ სულებზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს, ის რა თქმა უნდა მიიღებს გარკვეულ სარგებელს. და ეს არის აი ზემოქმედების აი ეს საშუალება არის მაგია, რომელიც არის რიტუალების კომპლექსი, რომლის მიზანია ზებუნებრივი ძალებზე ზემოქმედება მატერიალური მოგების მიზნით. და ბოლო ფეტიშიზმი არის რწმენა, რომელიც ცალკეულ საგნებს მიაწერს მაგიურ ძალას, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიონ მოვლენებზე სასურველი შედეგის მიღების მიზნით. აი 4 ისტორიული ფორმა მე ჩამოვთვალე, ხო? აი ტოტემიზმი, ანიმიზმი, მაგია და ფეტიშიზმი. მაგრამ აქედან რომელი ჩავთვალოთ ჩვენ ისტორიულ ფორმად? რადგანაც მე ყურადღებას ვამახვილებ ისტორიულ ფორმაზე, მე მხედველობაში მაქვს, რომ ერთხელ აღმოცენებული რაიმე ფორმა, ხედვა და ასე შემდეგ, არა, ის ან იმათ უნდა დარჩენილიყო, ხო? ან უნდა გამქრალიყო, მაგრამ იმნაირად როგორიც აღმოცენდა, როგორიც იყო ადამიანის ცხოვრებაში, ხო? და მეორე მომენტი, მრავალი აი ასეთი ფორმა, რელიგიური რწმენა წარმოდგენები, გახდა შემდეგში უფრო განვითარებული რელიგიების შემადგენელი ნაწილი. ამ ხრივ ტოტემიზმი მართლაც დგას ცალკე და ის შეიძლება ჩავთვალოთ რელიგიის ისტორიულ ფორმად, მაგრამ ანიმიზმი არის შემადგენელი ნაწილი მსოფლიო რელიგიებისა, დიდი რელიგია, აი ქრისტიანობა, ისლამი და ასე შემდეგ. არის. რადგანაც ყველა დიდ რელიგიაში არის რწმენა სულების არსებობაში. ასევე შემადგენელი ნაწილია დიდი რელიგიებისა, მსოფლიო რელიგიების, უფრო განვითარებული რელიგიებისა, მაგია, რიტუალები, ხო? გარკვეული რიტუალები, აი პირჯვარის გადაწერა, ლოცვა და ასე შემდეგ, ხო? და ფეტიშიზმი, რა თქმა უნდა. აი ამ რელიგიის აი ისტორიული ფორმების კლასიფიკაციას რუსი მეცნიერი ტოკარევი ამატებს კიდევ ერთს, მეხუთეს, წინაპართა კულტი. მაგრამ წინაპართა კულტს ამ კლასიფიკაციას ტოკარევის აი ამ კლასიფიკაციას წინაპართა კულტთან დაკავშირებით ხავს მოწინააღმდეგეებით. ყველგან წინაპართა კულტი ყველა ხალხებში არ იყო. ყველა ხალხში ეს არ ფიქსირდება წინაპართა კულტი. ცალკეულ ერებში, ცალკეულ
ტერიტორიებზე, გეოგრაფიულ ტერიტორიებზე კი, მაგრამ ყველგან არ იყო. ამიტომაც წინაპართა კულტისადმი რწმენას ყავს, რა თქმა უნდა, მეცნიერებაში მოწინააღმდეგეები. როგორც არ უნდა ყოფილიყო, უკვე ტომობრივი ცხოვრების დროს რელიგია უფრო ღებულობს, რელიგიური რწმენა წარმოდგენა უფრო ღებულობს, უფრო დასრულებულ სახეს, ამაზე მე ცოტა ქვემოთ გეტყვით და რატომ და ასე შემდეგ, მაგრამ აი როდესაც ზოგადად რელიგიის ისტორიულ ფორმებზე ვსაუბრობთ, სასურველია შევეხოთ ამერიკელი მეცნიერის რობერტ ნილ ბელას რელიგიის კლასიფიკაციას და დაინტერესებულ პირებს აღნიშნული სტატია ძალიან კარგად წაიკითხავთ, გამოქვეყნდა ჟურნალ რელიგიაში 2012 წლის მესამე ნომერში და სასურველია რომ წაიკითხოთ. რობერტ ნილ ბელა გამოყოფს 5 ეტაპს. ესა პრიმიტიული, არქაული, ისტორიული, წინათანამედროვე და თანამედროვე. პრიმიტიულში გულისხმობს მითიური სამყაროს თავისებურებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ იგი საკმაოდ ძლიერ არის დაკავშირებული რეალურ სამყაროს დეტალებთან. აი ყოველი კლანი და ყოველი ადგილობრივი ჯგუფი განისაზღვრება გვარის წინაპრების კატეგორიებით და დასახლებათა მითიური მოვლენებით. დასახელებათა უკაცრავად. თითქმის ყოველი გორაკი, ყოველი ქვა, თითოეული ხე ახსნას პოულობს მითიური არსებების მოქმედებათა კატეგორიაში. პრიმიტიული რელიგია, რელიგიური მოქმედება ხასიათდება არა ღვთისმსახურებით და არა მსხვერპლშეწირვით, არამედ მხოლოდ იდენტიფიკაციით, მონაწილეობით, აი ბრჭყალებში მონაწილეობით, ხორცშესხმით. სარიტუალო ცერემონიებში მონაწილეები იდენტიფიცირებას ახდენენ მითიურ არსებებთან, რომლებსაც ისინი წარმოსახავენ. დისტანცია ადამიანსა და მითიურ არსებებს შორის მთლიანად ქრება რიტუალური ცერემონიალის მომენტში, როდესაც ყოველთვის ხდება ამჟამად. აი ეს გულისხმობს ბრჭყალებს, ხო? მე მგონი გამიგე. პრიმიტიულ დონეზე არ არსებობს რელიგიური ორგანიზაცია, როგორც ცალკეული სოციალური სტრუქტურა. ეკლესია და საზოგადოება ერთია. რაც შეეხება პრიმიტიული რელიგიის სოციალურ შედეგებს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის მომენტი, რომ რიტუალური ცხოვრება ნამდვილად ამტკიცებს საზოგადოების სოლიდარობას და ეხმარება ახალგაზრდობას დაეუფლოს ტომის ცხოვრების წესებს. და აქ მე მინდა თქვენ გაგახსენოთ აი გამოცდილების გადაცემის ორი გზის შესახებ, კერძოდ ვერბალური და პრაქტიკული, ხო? ცხოველებში ძირითადად პრაქტიკული გზით გადაეცემა გამოცდილება. იმიტომ რომ დაუშვათ ყვავის ბახალა ხედავს დედამისი როგორ ამოყავს ჭია გარკვეულ ხის იმიდან, ხო? და თვითონაც ასე აკეთებს, მაგრამ ადამიანებში ამ გამოცდილების გადაცემა ხდება როგორც პრაქტიკული გზით, ჩვენ ვხედავთ ჩვენი უფროსები როგორ იქცევიან, ასე ვერბალური, ანუ სიტყვიერი გზით. ასე რომ აი პრიმიტიული თუ აი რობერტ ბელას მოსაზრებას გავყვებით არა, აი რიტუალური ცხოვრება ნამდვილად ეხმარება ახალგაზრდებს დაეუფლონ ტომის ქცევის ნორმებს. შემდეგი ეტაპი არის არქაული. ამ ეპოქის რელიგია თავის თავში შეიცავს ბევრ რამეს იმ რელიგიებიდან, რომლებსაც პრიმიტიული უწოდეთ. თუმცა ეს ცოტა უფრო განვითარებული ეტაპია, უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია. პრიმიტიული და არქაული ეტაპებს ახასიათებთ მონისტური მსოფლმხედველობა, მონისტური ვახსენე, ამაზე ხო? და აქ მე შევეკამათებოდი რა თქმა უნდა ავტორს, თუმცა მათი შეხედულება სამყაროზე რამდენადმე განსხვავებულია. თითოეული მათგანისთვის საფრთხო და საერო წარმოადგენს ერთიანი სამყაროს ორგანიზაციის სხვადასხვა საშუალებას. მაგრამ აი მონისტური მსოფლმხედველობაა დამახასიათებელი ამბობს ხო ავტორი? და მე შევეკამათებოდი მეთქი და აი რატომ? არათუ ტომობრივი ცხოვრების დროს უფრო გვიან ესა კაცობის განვითარების უფრო გვიანდელ ეტაპზეც კი, როდესაც უკვე სახელმწიფოები არსებობს, ხო? აქაც კი არსებობს მრავალღმერთიანობა. ნუ მოგვიანებით ცოტა დუალისტური რელიგიები, ანუ ორღმერთიანობა, ხო? და მხოლოდ შემდეგ მონო, ანუ ერთღმერთიანობა. მაგრამ აქ ამიტომ ავტორთან შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ დავეთანხმებოდით იმ გაგებით, რომ აი არქაული ეპოქისათვის, როდესაც ის მიუთითებს აი მონისტურ მსოფლმხედველობაზე, არის ღმერთების პანთეონი, მაგრამ არის კიდევ ზევით უფრო მაღალი ღმერთი, ხო? კი, მრავალი ღმერთი, მაგრამ სადღაც არის ერთი ან ორი ზევით უკვე მთავარი ღმერთები. შემდეგი ეტაპი არის ისტორიული, რომელსაც გამოყოფს ეს რელიგიები წარმოადგენენ დიდად დემითოლოგიურს. არქაულთან შედარებით, რა თქმა უნდა.
ერთიანი ღმერთის იდეა, რომელსაც არ ყავს კარისკაცები, არ ყავს მეგობრები, არ ყავს მშობლები, შვილები და ასე შემდეგ. არც ნათესავები და წარმოადგენს ერთადერთ შემოქმედს და სამყაროს გამგებელს. თუმცა ყოველ ისტორიულ რელიგიაზე და ასეთები ვიცით ჩვენ არის ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი. რელიგიაზე გავლენას ახდენს მისი წარმოშობის ისტორიული გარემოებები. არსებობს მოსაზრებას, რომ როგორც ისტორიული, ასევე რელიგიის ისტორიული ფორმების შინაარსზე განსაკუთრებულ დიდ გავლენას ახდენს ის გეოგრაფიული გარემო, სადაც აღმოცენდება ესა თუ ის რელიგია თუ რელიგიის თუ გინდება ისტორიული ფორმა. და აქვე მე გავიხსენებ ჩარლზ დარვინის მოღვაწეობიდან ასეთ ფაქტს, როდესაც ის მუშაობდა თავის ევოლუციის თეორიაზე, იგი ჩავიდა უკიდურეს ჩრდილოეთში ჩუქჩებთან, მაგრამ ვერ მოახერხა იქიდან გამოსვლა, რადგანაც იქ მალე იყინება და იმ დროისათვის ტრანსპორტი ისეთი არ იყო მოგეხსენებათ, ამიტომ რამდენიმე თვე მოუწია ჩუქჩებთან დარჩენა და ერთხელაც მან შეამჩნია, რომ ჩუქჩებმა გაიყვანეს მოხუცი, დაკლეს, მოხარშეს და შეჭამეს. გადის დღეები, მეორე მოხუცი გაიყვანეს, დაკლეს, მოხარშეს, შეჭამეს. დარვინმა ალბათ იფიქრა, რომ ჯერი ჩემზეც მოსულაო და მაგრამ მეცნიერის მაინც ჟენი ცნობის მოყვარეობის შინი და ეუბნება, რომ რატომ კლავთო ადამიანსო, როცა აგერ ძაღლები გყავთო. ველადმა უპასუხა, ძაღლებს კიდევ საქმის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ზედმეტი პირი არიან ოჯახში. და თქვენ იცით ალბათ ისტორიიდან, კინოფილმებიდან, აი იაპონური ფილმი არის ლეგენდა ნარაიამაზე, თუ არ ვცდები ასე ქვია, ხო? როცა მოხუცებული მშობლები აღყავთ სადღაც მთაში და ტოვებენ. გახსოვთ აი რობინ კუკის ისტორია, რომ აბორიგენებმა შეჭამეს, ხო? ანუ ასეთი რაღაცა ბევრგან ფიქსირდება. შემდეგ ჩარლზ დარვინი ჩადის აფრიკელებთან და ერთ-ერთ აფრიკულ ტომთან გარკვეული ცხოვრების შემდეგ ბოლოს ტომის ბელადს ეკითხება. რა არის ბედნიერება? ბედნიერება არის ის, როცა მე სხვას ცოლს ავართმევ. უბედურება რა არის, როცა მე წამართმევენ. აი გეოგრაფიული გარემო რამდენად განაპირობებს ადამიანის მორალს, საზოგადოების მორალს ზოგადად და შესაბამისად მათ რელიგიურ ხედვასაც, ხომ რელიგიურ წმენა წარმოდგენებსაც, სადაც საკვების სიმცირე იქ სხვანაირად იქცევა ადამიანი და მათთვის სხვა რაღაცა თავარი, სადაც საკვები, ანუ აფრიკაში, სადაც საკვები ბლომათაა და ასე ვთქვათ, იქ პრობლემა არა, იქ სულ სხვა რაღაცა ღირებულებები. ასე რომ აი გეოგრაფიული გარემო ამ ხრივ, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს აი ამა თუ იმ რელიგიის ბუნებასა და შინაარსზე. ამ ტიპის რელიგიებზე, ისტორიული ტიპის რელიგიებზე, აქ მე აღარ შევჩერდები და იმიტომ რომ შემდეგ გვექნება დაწვრილებით საუბარი ცალკეულ რელიგიებზე, თავარია რომ მივხვდეთ რომ აქ საუბარია მონოთეისტურ და სოფლიო რელიგიებზე, ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ხო? შემდეგი ეტაპი არის წინათანამედროვე. ავტორის აზრით, წინათანამედროვე რელიგიებმა თავისი დასრულებული სახე მიიღო პროტესტანტულ რეფორმაციაში. ხვდებით ალბათ რომ საუბარია უკვე აღორძინების ეპოქისა და მის მომდევნო პერიოდზე, ხო? როდესაც აღმოცენდა კათოლიკურ ქრისტიანობაში პროტესტანტიზმი. მაგრამ აი ამ რელიგიების მიხედვით ხსნა ახლა უნდა მოიძებნოს არა ამ სამყაროდან წასვლაში ამა თუ იმ ფორმით, არამედ საერო მოღვაწეობის წიაღში. ანუ ეს არის ისტორიული რელიგიებიდან გადასვლა წინათანამედროვე რელიგიაზე. უპირატესად იმ ქვეყნიური ინტერესებიდან გადასვლა ამ ქვეყნიურ რელიგიურ ინტერესებზე, რომლის მაუწყებელიც იყო პროტესტანტული რეფორმაცია, რომელიც ახლა პრაქტიკულად ხორციელდება ყოველ რელიგიურ გაერთიანებაში. განსაკუთრებით ამ ხრივ გამოირჩევა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი და მე-20 საუკუნე, ხო? რომ აი სექტებს რომ ეძახ, სექტების სიმრავლე სხვადასხვა რელიგიებში, ხო? და ყველა რელიგიებში ამ ხრივ რომელიმე ერთი რელიგია გამორჩეული არ არის. ყველა დიდ რელიგიაში ანალოგიური რაღაცები ხდება. და შემდეგი ეტაპი არის თანამედროვე ეტაპი, ამ ტიპის რელიგიებს ადგილი აქვს უმრავლეს განვითარებულ დასავლეთ ქვეყნებში და მოგეხსენებათ ახლა დაუშვათ რელიგია ქართულ საზოგადოებაში. ნუ ჩვენთვის უფრო ახლოა, ხო და ვიცით ჩვენ და დამოკიდებულება დაუშვათ სხვა რელიგიების მიმართ და რელიგია დაუშვათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხო? განსხვავებული დამოკიდებულება და რელიგიას სხვადასხვა ადგილი უკავია ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობებს შორის.
გესმით არა რაზე ვსაუბრობ? ანუ ეთყობა კი არა და ასეა ეკონომიკური მდგომარეობა საზოგადოებისა კიდე განაპირობებს ადამიანის როგორც მორწმუნისა, როგორც მოქალაქის რელიგიასთან დამოკიდებულებას. როდესაც საუბრობს ავტორი თანამედროვე რელიგიებზე და ამ ტიპის რელიგიებზე და საუბარს იწყებს ამერიკაზე, მას შემოაქვს უკვე მეხუთე ტიპის რელიგია, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო რელიგია. და ამერიკაში კიდევ იქ ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვს რელიგიის მიმართ, ხო? და აი აქ მე მინდა პატარა გადახროვა გავაკეთო და ერთი ასეთ საკითხი გითხრათ. იცით, სხვადასხვა ერები, ხალხები განსხვავდებიან მათი წარმოშობის გზით. რა გზა განვლო ამა თუ იმ ერმა, რა გზა განვლო ამა თუ იმ ხალხმა და ასე შემდეგ და რა ადგილი უკავია ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში რელიგიას. ჩვენთვის საქართველო უფრო ახლოა, ამიტომ საქართველოს მაგალითზე დავიწყებთ, ხო? და ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ იყო სხვადასხვა საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ტომები, შემდეგ გაერთიანებები, ხალხები და ეს ყველა საბოლოო ჯამში ტერიტორია არის, კულტურა არის, ენა არის და ასე შემდეგ ქართული, ხო? და შემდეგ ყალიბდება ქართველი ეროვნების მატარებელი ხალხი. მაგრამ მეცნიერებაში დამკვიდრებული აზრით თუ ეროვნული ნიშნის მქონე ხალხი იწყებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, მაშინ ის გადაიქცევა უკვე ერად. მაგრამ როგორც კი დამოუკიდებლობას დაკარგავს, მაშინ ის ისევ ეროვნებად გადაიქცევა. ანუ ერისთვის აუცილებელია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ან მისთვის ბრძოლა მაინც. და ამ განვითარების ამ გზაზე, რა თქმა უნდა, ერის კულტურაში განსაკუთრებული როლი უკავია რელიგიას. იმიტომ რომ იმ უძველესი პერიოდიდან ამ ხალხებს აქვთ ტომებს, ხო, თანდათან ერთიანდება რელიგიური რწმენა წარმოდგენები, შემდეგ უფრო ვითარდება და ასე შემდეგ, ხო? და ამ ზოგადად კულტურის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ადგილი უკავია რელიგიას. და ჩვენ ხშირად გავიგონებთ, ხო, რომ მართლმადიდებლობა, ქართული კულტურა მართლმადიდებლური ხასიათისაა. იმიტომ რომ რამდენად დიდია უკვე ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში, ხო? ეს ამ ტიპის ქვეყნები ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამენ მათ ტერიტორიაზე სხვა რელიგიების შემოსვლას, ან რელიგიური სექტების გავრცელებას, სხვანაირი მსოფლმხედველობის შემოსვლას. ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამენ. მაგრამ არის მეორე ტიპის ქვეყნებიც, მაგალითად იგივე ამერიკა. როდესაც ჯერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო და შემდეგ გადაიქცა ის ერად. იმიტომ რომ ამერიკაში მოგეხსენებათ თითქმის ევროპის ყველა ქვეყნიდან ჩავიდა, ხო, მოსახლეობა. ისინი გაერთიანდნენ ჯერ სახელმწიფოში და შემდეგ ჩამოყალიბდნენ ისინი ერად. ამ ტიპის სახელმწიფოებში და ამ ტიპის სახელმწიფოებში აერთიანებენ კიდევ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთსაც, თუმცა იქ ცოტა რაღაც არის საკამათო კიდევ საკითხები, ხო? ამ ტიპის სახელმწიფოებში რელიგიას უფრო დაბალი როლი აკისრია საზოგადოებაში. დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. აქ მთავარია სახელმწიფო ინტერესები და რელიგია კიდე კერძო საკითხია. გესმით, ხო? რაზეც საუბრობ. როგორც არ უნდა ყოფილიყო რელიგიის რომელ კლასიფიკაციასაც არ უნდა დავერწყოთ და მე შემოგთავაზებთ ორი კლასიფიკაცია, ხო? ფაქტობრივად რელიგიის ისტორიული ფორმებით ყალიბდება მითოლოგიური მსოფლმხედველობა. მითოლოგია, ანუ მითებზე, ლეგენდებზე დაფუძნებული გარკვეული ცოდნა ადამიანისა და მისი გარემომცველი სამყაროს შესახებ. და აქ მე მინდა გავიხსენო და თქვენს გაგახსენოთ ასეთი გამონათქვამი აქვთ ინდიელებს დოქტორ ბაკაკის ფილოსოფია. და რას გულისხმობენ დოქტორ ბაკაკის ფილოსოფიაში? ბაკაკი ზის ორმოში, სადაც არის წყალი თუ არის კოღოც, ანუ მისი საკვები, ხო? გაცურა, გამოცურა, თავი გადაერჩინა, მაგრამ რა დაინახა ბაკაკმა ამ ორმოდან, რა სამყარო დაინახა? ანუ რაც დაინახა იქედან, ეს არის მისთვის მთელი სამყარო. მას სხვა არც საინტერესებს და ვერც ხედავს, ანუ მისი სამყარო არის ეს, პირველ ყოფილი ადამიანის მსოფლმხედველობაც დაახლოებით იმნაირია, რა შინაარსს დებენ ინდიელები ამ გამონათქვამში დოქტორ ბაკაკის ფილოსოფია. ანუ პირველ ყოფილი ადამიანი, რასაც ხედავს მის გარშემო, სამყაროც ესაა. ამიტომაც ლექციის დასაწყისში მე რო ვთქვია რა, იმ მიღმურს
თან დაკავშირებით ის მიღმურიც აქ არის ამ სამყაროშია რასაც ის ხედავს. ამიტომაც არიან პირველყოფილი ადამიანისთვის აი ღმერთები აქ სახლობენ ოღონდ უღრან დღეებში. იმ უღრან დღეებში სადაც ადამიანი არ შედის. არ აქვს მოთხოვნილება რომ შევიდეს იქ. ნადირი აქ არის უფრო ახლოს, ხო? საკვები უფრო აქ არის. ამიტომ არ სჭირდება რომ იქ შევიდეს, მაგრამ როცა დაჭირდა და შევიდა იმ დღეში, ნახა რომ ღმერთები იქ არ ყოფილან. არა, აქ არა, თებში არიან, კლდეებში არიან. მაგრამ მოგვიანებით უკვე ადამიანი ვითარდება, მისი ცნობიერება, აზროვნება ვითარდება, ღმერთები უკვე დედამიწიდან უფრო გადასახდნენ ცაში, მაგრამ იქ ბევრნი არიან, ხო? მაგრამ ურთიერთობა ადამიანისა და ღმერთებისა კიდევ გრძელდება. გაგახსენებთ მე აი ქართული მითოლოგიიდან ორ მაგალითს. პირველი. აი ქართულ მითოლოგიაში არის ერთ-ერთი ღვთაების აღწერა, ხო? იგი გაწოლილია უზარმაზარ ველზე. მისი ორგანიზმიდან უხვად მოედინება წყალი და დაფარულია ხშირი თმით. რომელ ღვთაებაზეა საუბარი? ან რომელ ობიექტზე შეიძლება ასე ვთქვათ? რა თქმა უნდა, ეს არის მდინარე რიონი, ხო? რიონზეა საუბარი, რომელიც გაწოლილია უზარმაზარ ველზე, მოედინება უხვად წყალი და დაფარულია დერწმით, ხო? მაგრამ პირველყოფილი ადამიანი აი შორს არ მიდიოდა, აი ზევით არ ადიოდა, დინების არ სჭირდებოდა და ის რასაც ხედავდა, აი ის აღწერა და მასში გაიგივა ღვთაება. ან მეორე მითს გაგახსენებთ, ამირანის მითი. ის იყო ღმერთკაცის შვილი, ხო? და ღმერთებსაც ებრძოლებოდა და ასე შემდეგ. და ღმერთებმა მიაჯაჭვეს ის კავკასიის კლდეზე, ხო? მითოლოგიაში ხომ ასეა. ნუ აქ აღარ გადავდივარ უკვე ბერძნულ და ეგვიპტურ და სხვა ქვეყნების მითოლოგიების დროის სიმცირის გამო, რა თქმა უნდა. ადამიანის შემეცნება, როგორც საკუთარი თავისა, ისე ზოგადად სამყაროსი, მიმართულია მისგან გარეთ, იქეთ, სადღაც. და იქ ეძებს ადამიანი რაღაცა საწყის, რომ საიდან მოდის ეს ყველაფერი და ამით უნდა ახსნას ადამიანმა საკუთარი თავი და საკუთარი თავის ადგილი ამ სამყაროში. აი მისგან იქეთ და იქედან მისგან. აი ადამიანის ცნობიერების ასე ვთქვათ გზა. და აი უკვე ძველი ჩვენს აღრიცხვამდე მე-6, მე-5 საუკუნეებში უკვე ფილოსოფიური აზროვნება მოგეხსენება ძველ საბერძნეთში, თორემ მანამდე ახლა ჩინეთში და ინდოეთშიც აღმოცენდა, მაგრამ აი მაინც განვითარება პოვა სკოლა ფილოსოფიური ჩამოყალიბდა ძველ საბერძნეთში და ამიტომაც ფილოსოფიური აზროვნები, აზრის ისტორია მაინც ბერძნულიდან იწყება, ხო? ხო? აი ბერძენმა ფილოსოფოსებმა და მანამდე 7-მა ბრძენმა ბერძენმა დასვეს კითხვა, რა არის არხე? და პირველი იყო თალესი, ხო? რა არის არხე? ანუ საწყისი, სამყაროს საწყისი. მაგრამ აი ფილოსოფოსებისა და ფილოსოფოსებმა რომ კითხვა დასვეს და აი რელიგიურ რწმენა წარმოდგენებში, ანუ მითებში რომ არის აღწერილი ინფორმაცია სამყაროს საწყისის შესახებ, განსხვავდება იმით, რომ აი მითებში უბრალოდ აღწერილია, რომ ეს ასეა, მაგრამ ფილოსოფიაში, ანუ მეცნიერებაში ხდება ამ კითხვა დაისვა და ცდილობენ მის დასამხტებასაც. ზოგმა თქვა მაშინ 7 ბრძენი ბერძენი და რომ არხი არის წყალი, ზოგმა თქვა რომ მიწა, ზოგმა თქვა რომ ჰაერი, არა და თითოეული მათგანი ყველა აუცილებელია სამყაროს არსებობისათვის, ხო? იგივე ადამიანის არსებობისათვის და თუ ადამიანი არ იქნება ამ სამყაროში, მაშინ ვინ უნდა გააცნობიეროს ეს ყველაფერი? ვინ უნდა იფიქროს, ვინ უნდა დასვას ეს კითხვები, ხო? ასე რომ აი მაგრამ ადამიანი, პირველყოფილი ადამიანი, აი ვიდრე ბერძნული ფილოსოფიის საწყისებამდე, აი იხედება იქეთ, შორს და იქ უნდა დაინახოს ის პირველ საწყისი, პირველ მიზეზი, საიდანაც აი სამყარო და თვითონ ადამიანი და მათ შორის ის რელიგიური რწმენა წარმოდგენებიც. მიუბრუნდეთ მოგვიანებით აი და როდესაც აი ამ ადამიანის აზროვნების შემოbrunება ჰქვია ხომ საკუთარი თავისკენ, ეს უკავშირდება ბერძენ ფილოსოფოს სოკრატეს, რომელმაც თქვა, შეიცანი თავი შენი. ანუ ჯერ თავი ადამიანის სოფხედველობა და ცნობიერება მიbrunდა მისგან, შეიცანი თავი შენი და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი. აი სოკრატემ ერთის მხრივ ზოგადად ცოდნა აქცია კვლევის საგნად, მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი. მეორე მხრივ აი სოკრატემ ადამიანის მზერა, მისი გონებით ხედვა მიაპყო ისე საკუთარი თავისკენ, შეიცანი თავი შენი.
და სოკრატეს აზრით ადამიანი ასე უფრო იოლად გაარკვევს საკუთარ ადგილს ამ სამყაროში და ეს საკითხი გარკვეული პერიფრაზით უკვე კიდევ ერთხელ გაიმეორა ახალი დროის ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა, რომელმაც თქვა, რომ ვაზროვნებ, მასშტაბი ვარსებობ. და ამით კიდევ ერთხელ დასვაკითხები, რომ რა ფუნქცია აკისრია ადამიანს ამ სამყაროში, რისთვის გაჩნდა ის და თუ ფუნქცია არ აკისრია, მაშინ რატომ გაჩნდა. ანუ კიდევ ერთხელ სოკრატისეული კითხვა ხომ შეიცანი თავი შენი და ადამიანმა უნდა შეიმეცნოს მისი თავი და შესაბამისად მისი ადგილი ამ სამყაროში. მივუძნეთ ისევ ზოგადად სოფხედულობის განვითარების ტიპებს, ეტაპებს უკაცრავად და მინდა გითხრათ, რომ უკვე ტომობრივი ცხოვრების დროს ჩნდება დუალისტური რელიგიები, ანუ ორღმერთიანობა, რომელთა აღმოცენებით ყალიბდება ფაქტიურად რელიგიური მსოფლმხედველობა. აი მითოლოგიური მსოფლმხედველობაზე გქონდა საუბარი და მითოლოგიური მსოფლმხედველობის საფუძველი არის მითი, ლეგენდა, რომელსაც დასაბუთება არ სჭირდება და ვერც დაასაბუთებდა თვითონ იმ მითებსა და ლეგენდებშიც არ არის ის ცოდნა და ინფორმაცია, რომ რაღაცის დასაბუთება ხდებოდეს. იქ უბრალოდ არის აღწერილი რაღაც გარკვეული სიტუაცია, ხო? აი რელიგიური მსოფლმხედველობა უკვე განსხვავდება მითოლოგიურისაგან, რაზეც ცოტა მექვემოთ გეტყვით. თავარი რა არის იცით? დაწყებული იმ ანტიკური ეპოქის ადამიანიდან დღემდე ადამიანი მხოლოდ რელიგიური ცნობიერებით არ ცხოვრობს. ადამიანს რელიგიური ცოდნის გარდა, იმ მითოლოგიური რელიგიურის გარდა, აქვს კიდევ სხვა ცოდნაც. ჩვენ ხშირად მას მეცნიერულსაც უწოდებთ, ხომ? მაგრამ აქვს კიდევ მეცნიერულის გარდა კიდევ სხვა რაღაცაც, ხომ? დაუშვათ აი ჩვენ ზნეობას, მორალს რო ვეძახით, ხომ? აი ესეც ხომ ცოდნაა, რომ ჩვენ ამათ იმ სიტუაციაში ვიქცევით ასე და არა სხვანაირად. აი ადამიანს ყოველთვის უხდებოდა ამ სხვადასხვა ცოდნით ცხოვრება ამ სამყაროში. ამიტომაც აი თვითპირველყოფილი ადამიანის არ ცხოვრობს მხოლოდ რელიგიური ცნობიერებით და რელიგიური სიკეთ მას გააჩნია აი სხვა ცოდნაც, აი მეცნიერული უფრო ჩემ თავს შევეკამათები და გეტყვით, რომ მეცნიერული ცოდნა პირველყოფილი ადამიანში და არა პირველყოფილი ადამიანში უფრო მოგვიანებით ჩნდება და როდესაც იწყება იგივე დასაბუთება და ასე შემდეგ. ამიტომაც აი ჩვენ რელიგიურ ცოდნასთან ერთად პარალელურად მოკლედ მიმოვიხილოთ აი მეცნიერული ცოდნას და მათ შორის რა განსხვავება და რა მსგავსებები. უპირველესად ცნება რელიგიურის, მინდა გითხრათ, რომ რელიგია ნიშნავს რწმენას, ღმერთის აღიარებას, თაყვანისცემას, ღვთისმოსაობას, აი ეს შინაარსია ჩადებული რელიგიაში და განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარიდან და თანამედროვე ეტაპზე რელიგიასთან აიგივებენ კონფესიას. და როცა კონფესიას აიგივებენ აი რელიგიას. აი დუალისტური რელიგიები გითხარით, რომ უკვე ყალიბდება უკვე რელიგიური მსოფლმხედველობა და ამ მხრივ უპირველესად უნდა გამოვყოთ ძველი ირანელების რელიგიებიდან ზოროასტრიზმი, სადაც აი კაცრად არის განსაზღვრული ორი ღვთაება, ახურამას და სიკეთის ღვთაება და ანგრუმაინა, ბოროტების ღვთაება, ხო? და სამყაროს ქმნადობა კი ამ ორი ღმერთის აი ორი საწყისის ბრძოლაშია. თუ ახურამას და გაიმარჯვებს, ესე იგი სიკეთე და სინათლე ჩნდება ამ სამყაროში, თუ ანგრუმაინა, მაშინ პირიქით ბოროტება და ასე შემდეგ. ანუ მათი ბრძოლით აი სამყაროს ქმნადობის პროცესი. შემდეგ აი რელიგიური მსოფლმხედველობა იწყება აი ჩნდება ასე ვთქვათ რელიგიურმა მსოფლმხედველობის გაჩენამ ხელი შეუწყო უკვე ეროვნული რელიგიების გაჩენას და ამ მხრივ უპირველესად უნდა აღინიშნოს იუდაიზმი, ამაზე ჩვენ ცალკე გვექნება ლექცია და შემდეგ მოგვიანებით უკვე ზეეროვნული, ანუ მსოფლიო რელიგიები აქ ხედულობაში გვაქვს, აი ქრისტიანობა, ისლამი. ნუ ბუდიზმიც არის მსოფლიო რელიგია, მაგრამ და ზეეროვნულიც, მაგრამ აი ბუდიზმთან დაკავშირებით საკამათოა თვითონ მონოთეიზმის იდეა. იქ რამდენად არის მონოთეისტური. მაგრამ თავარი ამ ყველა რელიგიისთვის დამახასიათებელია აი ერთი მომენტი, რომ აი რელიგიები ეყრდნობა ერთი ღმერთის რწმენას. ან შეიძლება დუალისტურ რელიგიებში ორი ღმერთის რწმენას, ხო, ან შეიძლება მრავალს, მაგრამ წმინდა წიგნების სულეჭველობას და ავტორიტეტებისადმი ნდობას. ყველა რელიგიას, ანუ რელიგიურ სისტემას, მე გითხარით ხომ, აი იგივე პრიმიტიულ ეტაპზე
ანუ ტომობრივი ცხოვრების დროს ხომ აი რელიგია როგორც სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, არ არსებობს ჯერ წმინდა წიგნები და ასე შემდეგ, ხომ ზოგადად სამღვდელოების ინსტიტუტი არ არსებობს, მაგრამ აი რელიგიების დროს ანუ უკვე როდესაც ჩდება ეროვნული რელიგიები და ეს უკვე სახეზე გვაქვს. ანუ რელიგიები ეყრდნობა ღმერთის რწმენას, ერთი ღმერთის რწმენას, წმინდა წიგნების უეჭველობასა და ავტორიტეტებისადმი ნდობას. აი წმინდა წიგნებთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ აი რელიგიათმცოდნეობაში და ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წმინდა წიგნი არის აი დუალისტური რელიგიებიდან ზოროასტრიზმში ავესტა, ხოლო მონოთეისტურ რელიგიებში და ამ ხრივ ზოროასტრიზმს და ავესტას ცოტა წინ უსწრებს ძველი აღთქმის ტექსტები. იუდაიზმი, ხო? რაც შეეხება მეცნიერულს, მეცნიერებისთვის დამახასიათებელია, რა თქმა უნდა, უპირველესად დაეჭვება. ძველ ლათინელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა, მოსმენილი იქნას მეორე მხარეც. რა ჰქონდათ მხედველობაში? ის რომ აი თუ მე გესაუბრებით თქვენ რაღაცაზე, თქვენ არ უნდა მიიღოთ ის უსიტყვოთ. მაშინ კითხვა უნდა გაჩნდეს რატომ, მაგრამ მხოლოდ კითხვა არ არის კიდევ საკმარისი, უნდა დავასაბუთოთ. ანუ მეცნიერული ცოდნისთვის აუცილებელია დაეჭვება და საბუთება. გარდა ამისა, მეცნიერებისთვის აუცილებელია კვლევის საგანი და კვლევის მეთოდი, რა თქმა უნდა. თუ ეს კომპონენტები გვაქვს და კიდე სხვა მრავალი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უკვე მეცნიერება. სხვანაირად, აი თუ დასაბუთება არ გვექნება და ასე შემდეგ დაეჭვება, ხო? მაშინ ჩვენი ცოდნა უკვე უფრო რელიგიურში გადავა და უფრო, ну, ყოველ შემთხვევაში მეცნიერება აღარ იქნება. აი საუბარი მინდა გავაგრძელო კიდევ ერთხელ, გეტყვით, აი კანტის ცნობილი სიტყვებით, რაც ლექციის დასაწყისში გითხარით, რომ ემაკვირებდა ამ სამყაროში ორი რამ, ვარსკვლავით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში. ის რაც ყველა ჩვენთანს გვაინტერესებს, მაინც საიდან სამყარო. მაინც საიდან ეს მრავალფეროვნება. და რაც თავარია, როგორ წარმოიშვა ეს ყველაფერი, რა კანონზომიერება არსებობს ამ სამყაროში. ამ ხრივ არსებობს, რა თქმა უნდა, უკვე თანამედროვე ეტაპზე ორი ძირითადი სოფხერულობა, ცოდნის ორი ძირითადი მიმართულება. პირველი არის რელიგიური და აქ ძალიან მარტივად არის, ხომ? ყველაფერი შექმნა ღმერთმა, 6 დღეში შექმნა ყველაფერი და მე-7 დღეს დაისვენა. ბიბლიაში ასეა, ბიბლიაში, ყურანში ასეა, ხო? და მეორე მეცნიერული, რომელიც აი აქეთკენ მიდის და ბუნებრივია აინტერესებს, როგორ წარმოიქმნა სამყარო და ასე შემდეგ, მაგრამ მეცნიერება ცდილობს ამ ყველაფრის დასაბუთებას. ახლა ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომ ამ ორი ცოდნის აი ამ ორი სფეროს შორის რა ურთიერთობა უნდა არსებობდეს. აი როგორ უნდა დაალაგდეს მათ შორის ურთიერთობა. მე ლექციის დასაწყისში ვახსენე ხო ათეიზმი, რომელიც არის ფაქტურად რელიგიის უარყოფა და რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მეცნიერება ჩამოყალიბდა მეთქი რა. მაგრამ არის კი ეს მეცნიერება? სხვათა შორის აქვე გეტყვით, რომ ათეისტები დიდად ცდებოდნენ, როდესაც აი პირდაპირ ხელახებით ებრძოდნენ რელიგიებს, აი წმენას ზოგადად ებრძოდნენ, რადგან და თვითონ ცნება ათეიზმიც რელიგიის უარყოფას ნიშნავს, ხო? მაგრამ ისინი ამბობდნენ, ღმერთი არ არსებობს, მაგრამ თუ არ და ამას ამტკიცებდნენ, მაგრამ ის რაც არ არსებობს, იმის მტკიცებულება შეიძლება? ანუ საიდან უნდა ამოვიდეთ, თუ არ არსებობს ღმერთი, მაშინ მას მტკიცება რა შეჭირდება. აი ასეთ აბსურდამდე დადიოდა, აი ამ ეგრეთ წოდებული მეცნიერების თავარი არსი. და სხვათა შორის აი მე მინდა გითხრათ, რომ აი კომუნისტები ძალიან ცუდად სარგებლობდნენ ამა თუ იმ დიდი მეცნიერის ავტორიტეტით, აი იგივე კარლ მარქსი ამბობდა, რომ მარქსი იყო ათეისტი და ასე შემდეგ, და იმოწმებდნენ მარქსის ასეთ გამონათქვამს, რომ რელიგია არის ხალხისთვის ოპიუმი. და ოპიუმი კიდე ცუდია, ხო? თუნდაც ძალიან ცუდი რაღაცაა, მაგრამ აი მარქს კიდე ხედავდა და ამას იყენებდნენ ათეისტები თავიანთ ლოზუნგებად ჰქონდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მარქსი კიდე როდესაც ამას წერდა, ხედველობაში ჰქონდა ის გარემოება, რომ აი ოპიუმი ხომ ტკივილ გამაყუჩებელია და აი ეს რელიგიაც არის მისი ტკივილ გამაყუჩებელი, ადამიანისთვის ტკივილ გამაყუჩებელი. სამყაროს ქმნადობა, სამყაროს საწყისი, აი რელიგიისა და ფილოსოფიის, ანუ მეცნიერების შეხების წერტილები. სანამ ეს საკითხი არ დაისვენა, მანამდე ეს ორი მსოფლმხედველობა ერთმანეთს არც ებრძვის და არც ბოლომდე იზიარებენ
ერთმანეთის შეხედულებას, მაგრამ როგორც კი დაისება სამყაროს საწყისის პრობლემა, აქ უკვე იკვეთება რელიგიისა და მეცნიერების თვალსაზრისები. ფილოსოფიაში ხშირად ისმება კითხვა, მეცნიერული თუ რელიგიური, მით უფრო თუ ეს ცოდნასა და ცოდნის საგანს ეხება. აქ უნდა ითქვას, რომ ფილოსოფია ან მეცნიერება და რელიგია სამყაროს შემეცნების საკითხში ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, უბრალოდ ისინი თავთავიანთი გზით მიდიან. მაგრამ მათი დაპირისპირება იწყება მხოლოდ იქ, როდესაც სამყაროს საწყისის პრობლემას ეხება. სადაც რელიგიურად სამყაროს საწყისია ღმერთი, მეცნიერულად კი არის სუბსტანცია, პირველ მიზეზი, თავის მიზეზი, რომელსაც დასაბუთება სჭირდება. ამიტომ მეცნიერება ამას თავის სახელს ჯერჯერობით ვერ არქმევს. მაგრამ მეცნიერებისთვის მაინც ყოველთვის საინტერესოა თუ რა არის მაინც ამ სამყაროში ის ძალა, რა კანონზომიერება მოქმედებს, რომელიც ამ უკიდეგანო სამყაროში ამ ყველაფერს აწესრიგებს, რომ არ გვაქვს ქაოსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გველოდებით შემდეგ ლექციაზე.